ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენაკში ეგრისობის დღესასწაულს ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნოქალაქებში შეკრებილ მოსახლეობას მიმართავს სიტყვით. პირდაპირ ეთერში ვრთავთ სამეგრელოს. 26 წლის წინ 1998 წელს ჩატარდა ეგრისობა და მას შემდეგ ეს საერთო სახალხო დღესასწაული აღარ ჩატარებულა. და სწორედ გუბერნატორის ინიციატივით და ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ დღეიდან აღვადგინეთ სახალხო დღესასწაული ეგრისობა. და ყოველწლიურად ეს იქნება ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრება მთელი საქართველოდან. ამ ადგილს ძვირფასებო აქვს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა. და მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის ფონზე ის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ქუჯის ციხე საქართველოს სახელმწიფოებრივი გამთლიანების სიმბოლოა ჩვენთვის. ჩვენმა დიდმა სახელოვანა წინაპრებმა სწორედ აქ ჩაუყარეს საფუძველი ერთიანი ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას. ჩვენი ფარნავაზ მეფის და ეგრისის და სვანეთის ერისთავის ქუჯის გადაწყვეტილება იყო პატრიოტული უდიდესი სახელმწიფოებრივი აზროვნებით განპირობებული პროგრესული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი და საფუძველი დაუდო ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიაში. ეგრისობის დღესასწაული, ძვირფასო მეგობრებო, არ არის მხოლოდ ერთი კუთხის ზეიმი, როგორც გვაღვნიშნე. მხოლოდ ერთი კუთხის მდიდარი კულტურის და ტრადიციების წარმოჩენის სურვილი. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი ერთად ყოფნის სურვილი. და შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღესასწაულის გასამართად სწორედ ციხე გოჯი შეირჩა. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველთვის გვახსენებს უდიდეს ისტორიულ მოვლენას და შეგვახსენებს ჩვენ ქართველებს რა ძალა აქვს ერთობას, თანადგომას და მხარდაჭერას საერთო მიზნის მისაღწევად. დიახ, ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ როგორც ბევრჯერ საქართველოს ისტორიის განმავლობაში ჩვენ სამშობლოს, ჩვენ სახელმწიფოს სჭირდება საკუთარი ხალხის ერთიანობა. და ჩვენი მიზანიც არის საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა ერთიან ძლიერ საქართველოში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ განვითარებული სახელმწიფო და ჩვენს ხალხს აქვს ამის პოტენციალი და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენი მთავრობა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თითოეულ მოქალაქეს შეექმნას ღირსეული ცხოვრების პირობები და განვითარების პირობები, იმისათვის რომ ჩვენი ნიჭიერი ერი განვითარდეს, გაძლიერდეს და სრულად გამოიყენოს საკუთარი უზარმაზარი პოტენციალი. და დღეს მე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს გავეცანი. დავათვალიერეთ ხილის ახალი საწარმოები, სათბურის მეურნეობები და თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს სენაკი ნოქალაქები ბანძა ხონის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ეს იქნება უმოკლესი გზა სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების შორის და ხონამდე და ქუთაისამდე უпроსორად. და ეს მონაკვეთი ყოველთვის იყო ძალიან დაზიანებული. და თუ ადრე კონკრეტული მონაკვეთის გავლა სჭირდებოდა 1 საათი, ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება. გარდა ამისა, უკვე არაერთი საინტერესო ადგილამდე გადაადგილება გახდება კომფორტული თითოეული მოქალაქისთვის. და ეს გზა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვისაც. ამ საოცარი კუთხის სამეგრელოს თვალწარმტაცმა და განუმეორებელმა ბუნებამ შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ნებისმიერი აქ ჩამოსული და ტურისტი. სამეგრელოს სტუმარი არასოდეს არ იყო ყურადღების მიღმა დარჩენილი. და არც მათი დახვედრა გასტუმრება ესწავლებათ ჩვენ ძვირფას მეგრელებს. მაგრამ კეთილმოწყობილი გზები და ინფრასტრუქტურა ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებას და უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს ამ რეგიონში. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი. ეს გააჩენს სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს მოუტანს ჩვენს ხალხს. და ჩვენ ამაში
აუცილებლად გვერდში დაგიდგებთ და ხელ შევიწყოთ მაქსიმალურად. მინდა დაგარწმუნოთ ძვირფასო მეგობრებო, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს სასიკეთო ძვრებს, რომლითაც თითოეული ოჯახი ისარგებლებს და რომელიც შეეხება თითოეულ ადამიანს. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეგრისობის დღესასწაული. და იმედი მაქვს და მე მჯერ ამის, რომ ძალიან მალე მოვა დღე, ისევ როგორც ოდესღაც საუკუნეების წინ და საქართველოს კვლავ შეძლებს გამთლიანებას და კვლავ ძლიერი ერთიანი სახელმწიფო იქნება. ეს ხო პირდაპირ ჩართვა სენაკიდან ეგრისობის დღესასწაულს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი